სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი და Helping Hand-ი ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით წარმოგიდგენთ გადაცემას ნუ იქნებით ჩუმად. დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატით გავდივართ, ვიმყოფებით ვაკის პარკში და არის ამის ობიექტური მიზეზი და მიზეზი გახლავთ მარათონი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ჩვენ გავესაუბრებით თინათინ მესხს, რომელიც არის ორგანიზაცია Helping Hand-ის წარმომადგენელი და პროექტის კოორდინატორი პროექტის, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენ გენდერჯის სახით და გადაცემის, მაგრამ დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე ჩვენი პროექტისა, ეს არის გარბენი. რომელიც სტარტდება წლებია უკვე თქვენი ეგიდით, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრა, საიდან დაიწყება და მთლიანად პროგრამის შესახებ რომ მოგვიყვე. მოგესალმებით, როგორც შენ უკვე აღნიშნე, ანუნა, ეს არის გარბენი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიცაც საფუძველი ჩაუყარა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა და Helping Hand-მა. ეს გარბენი არის 5 კილომეტრიანი გარბენი, მაშინ მონაწილეობას იღებს მორბენლები, სპორტსმენები, მოყვარულები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მთავარი მიზანით და მისიაც ამ გარბენის არის ის, რომ საზოგადოებას ყოველწლიურად შევახსენოთ, რომ ქალთა მიმართ გამოხატული ნებისმიერი სახის ძალადობა არის დანაშაული. წელს გარბენი იქნება სხვა ლოკაციაში და სად იქნება და როდის? ანუ ყოველწლიურად ჩვენი გარბენი იცვლის ხოლმე ლოკაციას, სულ თავიდან, როდესაც დავიწყეთ, ეს იყო იპოდრომის ტერიტორიაზე, მერე გადმოვინაცვლეთ თბილისის ზღვაზე და წელს უკვე გარბენი 5 კილომეტრიანი დაიწყება სწორედ აქედან, ვაკის პარკიდან და ალბათ კუსტვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე და უკან ისევ წამოსვლით დასრულდება ფინიშის ხაზი, ისევ იქნება ვაკის პარკი. როდის იქნება და როდის დაიწყება, რომ უთხრა გარბენი დაიწყება დილით 10 საათზე, უпростоრად რეგისტრაცია იწყება დილის 10 საათზე, 11 საათზე უკვე დაიწყება გარბენი და 12 საათზე დასრულდება. სავარაუდოდ და 12-ის ნახევრიდან პირველამდე უკვე იქნება დაჯილდოების ცერემონიალი და გარდა გარბენისა კიდე აქ გაიმართება საინფორმაციო კამპანია, ანუ გარბენის პარალელურად ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ცენტრების თავშესაფრების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის თემა, რასაც ეძღვნება გარბენი. წელს რა თემა და ისევე როგორც გასულ წლებში წლევანდელი წლის თემაც არის უთხრათ ყველამ ერთად არა ძალადობას, ქალთა მიმართ ძალადობას და სწორედ შესაბამისად სახელწოდებასაც არ ვცვლით ხოლმე. მესამე წელია ჩვენი დევიზი, ასე ვთქვათ, და სლოგანი არის თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ნუ გაჩვენდები. ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და რა არის მონაწილეობისთვის აუცილებელი? მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველას და მოუწოდებთ ყველა შემოგვიერთდეს და ერთად დავგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა და ეს არის ძალიან მარტივი პროცესი, უბრალოდ დილით უნდა გაიღვიძოთ და მობრძანდეთ, გაიაროთ რეგისტრაცია და მერე უკვე მიიღოთ გარბენში მონაწილეობა. და როდის ხდება? კიდევ ერთხელ რომ დავუზუსტოთ ჩვენს მაყურებელს, როდის, რომელ საათზე და სად უნდა მოვიდეთ? ესე იგი, რეგისტრაცია იწყება დილის 10 საათიდან ვაკის პარკის შესასვლელთან. სტარტის ხაზიც არის ასევე ვაკის პარკის შესასვლელთან. თარიღი ეს არის 29 ივნისი. ესე იგი, 29 ივნისს ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გარბენში. ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად მხარდამჭერები. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი პროექტის მხარდამჭერია ქალთა ფონდი, თუმცა პროექტს ყავს სხვა მხარდამჭერებიც. ხო, პროექტს ყოველწლიურად ყავს სპონსორები, რომლებიც ასე ვთქვათ, გავარჯვებულებს აჯილდოვებენ. წლევანდელი წლის სპონსორები, რომლებიც გამოავლენენ და დააჯილდოვებენ ჩვენს მორბენლებს, არის საქველმოქმედო ფონდი ავერსი, ბოულინგ ცენტრალი და ღონისძიების პარტნიორი, ასე ვთქვათ, ყოველთვის ბოლო წლებია და დასაწყისიდანვე იყო ადამიანთა ვაჭრობის, ტრაფიკინგის დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც ასევე დააჯილდოვებს გარბენში მონაწილეებს და გამარჯვებულებს და ასევე მიაწვდის ინფორმაციას იმ თავშესაფრების შესახებ და იმ პროგრამების შესახებ, რომელიც სახელმწიფო ფონდს გააჩნია. კომპლექსურად რომ შევაფასოთ წლების განმავლობაში ამ პროექტის მუშაობის შედეგი. როგორ დაიწყეთ რაღაც ძალიან ისეთი მინიმალური თანხით, ნაკლები მხარდამჭერით და დღეს არის ისეთი მასშტაბური გარბენი, ხო, რომელშიც მონაწილეობას იღებს გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე გასულ წლებში. რა შეიცვალა ამ ბოლო წლების განმავლობაში? რა შეცვალა გარბენმა და ამ პროექტმა? გარბენმა შეცვალა ის, რომ უფრო და უფრო
მეტი, ასე ვთქვათ, თანამოაზრე გვემატება, თუ პირველ წელს მორმენლების რაოდენობა სულ რაღაც 30-50 და არ აღემატებოდა, ჩარშან იყო 100-მდე მორმენალი და წელს უფრო მეც ველოდებით. და აქ მონაწილეობას იღებს არა მხოლოდ მორმენლები, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სპორტსმენები. მაგალითად, წელს კიდე განსაკუთრებით გამოირჩევა ჩვენი გარბენი იმით, რომ არის საფეხბურთო ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელსაც სწორედ ქალთა საფეხბურთო კლუბები გამართავენ და ეს მატჩიც მიეძღვნება, ესე ვთქვათ, ამ ღონისძიებას, რომ ისინი ჩვენთან ერთად არას უცხადებენ ძალადობას ამ ფორმით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ალბათ ამდენი ყველაზე ასპექტი რომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ უფრო და უფრო იზრდება, ასე ვთქვათ, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სოლიდარული ხდებიან ამ პრობლემისადმი და გვიერთდებიან და უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, იმიტომ რომ უფრო მეტი სპონსორი ყავს, უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მე ვფიქრობ, რომ ტრადიცია გახდა უკვე, ანუ ყოველ წელიწადს ვიცით, რომ იმართება გარბენი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ამ ფორმით გამუდმებით შევახსენოთ პოტენციურ მოძალადეებს და საზოგადოებას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის პრობლემა და ის საზოგადოებრივ ყველას პრობლემაა. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი საკმაოდ ინფორმაციული საუბარი გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ შაბათს 29 ივნისს 10 საათზე შემოგვიერთდით ვაკის პარკში, იქნება არაჩვეულებრივი საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. იპოვით თანამოაზრეებს, უფლებათა დამცველებს, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც გაგიწევენ კონსულტაციას და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებს უბიძგებთ იმისკენ, რომ არა უთხრან ქალთა მიმართ ძალადობას და ადამიანები ასევე, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი, არ იყვნენ ჩუმად და ღიად ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე. ძალიან დიდი მადლობა დღეისათვის ესეთი არაჩვეულებრივი ფორმატით წარმოგიდგინეთ ჩვენი გადაცემა. კიდევ რამდენიმე პროექტი დაგვრჩა, ვფიქრობ თქვენთვის საინტერესო თემაზე, ამიტომ შემოდით საიტზე Gendergy და უყურეთ გადაცემას ნუ იქნებით ჩუმად.